რომ ფიქრობენ რომ არ არის ქართველი და მოგიხარ. Nothing gonna help me. Oh, ყავა მინდა. არაფერი არ მეშველა, არც ყავა, ჯამეძინება ვკდები. დანდა კარგად იყო. მე მზად ვარ. მე ხოლმე მიწამაკერში. მოდი ვითამაშოთ. მოდი. რამდენი გიყურებს? დავის, იყოს მაინც მოგებული ხარ და. თუ ერთი მულტიმილიონერი არ შევიდეს და დაურტყას რა ვიცი რაღაცა ლომები, 1-5 წამი. შედით ამგვართან და დაურტყით რაღაცეები. იქნებ ჩემი დაქალი ბედნიერი იყოს. ვიქნები, აბა არ ვიქნები. ამ რა ნამაზი ხარ, მადლობა. დაურტყით რაღაცეები მილიონი. შეიძლება ერთხელ ერთდროულად რო გავაკეთოთ დაგრძელება მე და შენ. ხალხო, წლებია ჩვენ დაქალები ვართ, როცა მე თმებს ვიხსნი, ამინა იგრძელებს, როცა ამინა თმებს იხსნის, მე ვიგრძელებ. რატო ემთხოვა ესე არ ვიცი. ისე მართლა რატო არის ეგრე? არ ვიცი. მაგრამ ერთი პერიოდი მახსოვს ერთად გქონდა. ხო. წინა წელს არა და მაგის წინა შემოდგომა გახსოვს? ხო, კაი პერიოდი იყო. მაგისთან დაქალობდი. მე არ დაიწყო. მაშინ იყო. ხო. არც საყვარელი არ მყავს. რა თმინდა შეყვარებული? რა თქმა შეყვარებული ვერ არის ესე ბედნიერი. რა საჭიროა შეყვარებული ხალხო, საერთოდ არის საჭირო შეყვარებული. ხო. რამდენი წელი რაც დაქალობთო? 3 ხო? აჰა. ჯავახას დაშორდა, ხო. აი, აქ მაღლა დაწერე. ნო, მე დაშორდა. შენს გარეშე რომ შევდივარ ლაივში, ყველა ეგეუბნება. ჯავახა მარი ჯავახა. ესე უნდა ვიყო ახლა დალურჯებული. ხალხო დაურტყით რამე გაცოცხლდეს. ცოდოა. დაიცანით ერთმანეთსა, მარე. საჭირო არა რა გეჩქარებოდაო. თქვენი საქმე არ არის ჩემი და ჩემი შეყვარებულის ამბავი, ეგ არის ჩემი პირადი. კაი. ერთ ახალი არავინ არ არის ჩემ ცხოვრებაში. ვიღაც ფილმებისგან განსხვავებით. მე ერთ კვირაში მაინც არ გამიჩენია ახალი შეყვარებული. თან სრულიად ახალი. და ჩემი შეყვარებული ჯავახას მაინც არ აკითხავს სამსახურში ჯავახას გოგოებისგან განსხვავებით. ასე რომ მოდი გაჩვდით. არ მინდა პროსტა მოხოლა, მაგრამ მიმხვეთრი მიხვდება. რა ცუდია. მიწებს ტანოკაო გოგო შენ ლაივებს ყოველდღე ვუყურებ და რა გინდა მე ხო აღარ გიწერს ცუდ რაღაცებს ჩვენ ხო შევრიგდეთ ჩემო ცხოვრება აუ ძველი ვიდეოები არ მომწონს და მაგით რა ვიცი დედა ჩაშალეო იცი რატო წავშალა დედა ჩემთან მაგ დღეს ვიჩხუბე რა დამირეკა და ეს რაღაცა ვიდეო მქონდა დადებული წაშალეო დროზეო რას გავხარო არ არისო ლამაზიო და რაღაცები მეც გავგრძელე რა გეტო რა ვიცი გულაობდი სადღაც და ებნება ყველა ჩემი ნაცნობები მეზობლები ყველა უყურებენ და სირცხვილია მე ფეხებზე მკიდი ავირას უყურებს თქო მე წავშალა მე ბოდიში მოხადა და მირეკა და ქეხვეძები დააბრუნე მეთი არა
რა გედო ეგეთი ხა ეგეთი ისეთი არაფერი არ გედო შენ არასდროს რომ არიცი ამ ხავს ყველა ჭორიკნები არის ახალი ამბავი ორი გოგო ყავს თუ რამდენი გოგო ყავს არ ვიცი, მაგრამ მისმა გოგომ მოკლედ ვინც გაიჩინა ჩემს შემდეგ ერთ კვირაში და ვისთანაც ამ თვემდე ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ როგორც ამ გოგომ მითხრა, დაშორდნენ უკვე ერთი კვირის უკან. მაგ გოგომ მომაკითხა მე სამსახურში მეგობრებო 3 დღის უკან დაახლოებით. მე საერთოდ ფეხებზე მკიდე ამე თუ ადამიანი წარსულში ჩაბარდა ჩემთვის, ანუ წარსულია და მორჩა, მაგრამ აშკარად მისი გოგოებიც არ მანებებენ თავს და აშკარად არ ვიცი. ჩემი შეყვარებული მილიონი წელი მასთან არ მივა და არ შეაწუხებს არც სამსახურში და არსად, მაგრამ ანუ არ მინდოდა ეს მე თქვა რა. შენ არა ეს მეორე მარში მემობნები. ფიგურია. მარი არის მანდ? მართლა შენთან იყო სამსახურში მოსული? მარის კითხე თუ გინდა, მარი მიცის, მარი მუშაობდა. ანუ ჩემთან იყო სამსახურში მოსული და შენ რო ლაივში ამბობდიო რაღაცებს, ეს ის გოგო არუსკავიზეც ამბობდა. ჩემთან იყო მეგობრებო სამსახურში მოსული, მოკლედ ეს გოგო. თავის დაქალთან და დასთან ერთად. მეუბნება, შეიძლება გავიდეთო ცალკეო სალაპარაკოდო და ანუ 5 საათი იყო უკვე მუშაობა იყო ძალიან დაწყებული და ანუ არ მინდოდა მოყოლა, მაგრამ მოყვები მე რა. მუშაობა იყო უკვე დაწყებული, მეთქი ვერ გამოვალ თქო და იქ სალოროსთან ვიყავი რა. და მოვიდა და იქ დამეწყო ლაპარაკი, რომ ლაივში რო ამბობდიო ახალ გოგოს ხვდებაო, მე ვარო ის გოგო, ვისაც ხვდებოდაო რა. ეხლა 3 ივნისის მერე ურთიერთობაო დავასრულეთო საერთოდო. შენზეო მეუბნებოდაო, რომ მე უკითხეო შენზეო რა. და ესე მითხრაო, რომ ეგ გოგო ჩემი შეყვარებული არ ყოფილაო, ყველაფერი იყო პროექტიდან დადგმულიო და არანაირი ურთიერთობა მე მაგ გოგოსთან არ მქონიაო. აი, ესე საუბრობს ჩემზე ზურგს უკან თურმე ნიკოლოზი თავის ახალ ნაშებთან. მე მაგარი ფეხებზე მკიდია უბრალოდ ტეხნოს და არის გურია და კიდევ და მაგ ადამიანის ნამდვილი სახე და მე რამე ცუდს ვიტყვი და ვაიმე და ანუ ძველ ურთიერთობას პატივს როგორ არცემსო. ანუ რა ძველ ურთიერთობას პატივი უნდა ვცე, ბიჭირებს ამბობს თავის ახალ ნაშებთან, თან სტრიპტიზის მოცეკვავია ეგ გოგო, შარდენზე მუშაობს და ანუ კებიცები და მე ანუ აი შოკი მქონდა უბრალოდ. და ის გოგო როგორ იბანძებს თავს, რომ მოდის და რაღაცა თანო ვიციო რომ მე სერიოზულად არ მიყურებ და ისო. ჯერ ვამშობდით, დავშობდით, ხო? რატო უნდა მოხვიდო ჩემთან და აი რატო უნდა მელაპარაკო? წადი იცეკვე სტრიპტიზი რა. დამანებე თავი მე. სერიოზულად არ მიყურებოდა ეხლა მარი მწერსო ეგრეც უთხრა. მარი წერს? ხო, ანუ მაგ გოგომ უთხრა რომ ესო მე მითხრა რომ ვიციო სერიოზულად არ მიყურებ და იმიტომ რომ სტრიპტიზ ცეკვავო რაღაცა, მაგრამ მე ფეხებზე არ მკიდია სერიოზულად უყურებ და თუ როგორ ან ჩემზე ენას რატო იმყრალებს და ჩემზე პირს რატო იმყრალებს ვიღაც გოგოებთან, ხო? ანუ ჩემი დამსახურება მაგ ტიპმა საერთოდ პროექტი რომ მოიგო, თორე მესამე კვირამდეც ვერ მიაღწევდა და ვერაფერი საერთოდ და მე აქ ვიღაცა სტრიპტიზის მოცეკვავეებთან და ბოზებთან, მართლა ბოზებთან პირს იმყრალებს ჩემზე, რომ მე მაგ გოგოსთან არანაირი ურთიერთობა არ მქონიაო და პროექტის ურთიერთობა იყო და ანუ ეგ ადამიანი არაფრის ღირსი არ არის საერთოდ. შოქში ვარ. ჯერა მაგ გოგოს იქნები ტყუება. ანუ მან ახლა ხალხო ჩატი, ფოტოები რა სიტყუება. ანუ მე ხარ ამე ისეც მოუყვები, რაც ანუ არ არის სადასტურებული. აშკარად მაკითხავენ მაგის ნაშები სამსახურში და თან თქო სამსახურში აღარ მომაკითხოთ რა. მე საჯანდაბაში ვიყავი. და არ მუშაობდი მაგ დღეს, ისვენებდი. კვირას იყო ეხლა ბოლოს, გუშინ 3 დღის წინ. კვირას ხამე. ორშაბათი რო თენდებოდა. ყველასი რატო გჯერაო? ყველასი არ მჯერა ლამაზო. ყველაფერი ნახე ჩემი თვალით. გავიგებარ, როგორ მაინტერესებს ვინაი გოგო, ვიცნობ მე მაგ გოგო, მაგრამ რა მნიშვნელობაა ახლა მაგისი რა გოგო? შარდენზე მუშაობს, სტრიპტიზიორია.
რუსკავიზეც ამბობდა ის გოგო. ანუ შოქში ვარ, არ ვიცი რა ვამოთხარ. იმ გოგოსაც დაშორდაო, ანუ ის გოგო თვითონ დაშორდა. მე მესეჯები ვნახე. იმიტომ რომ მე მარიამზე და შენზეო გავიგეო ყველაფერი ისე ჯერ ეს გოგოს მაგარი აფერისტი იყო იმ პონჩი რომ ვითომ ჩემზე არ იცოდა არაფერი. თელმა საქართველოს მიცის ელემენტარული რასერჩა. ანუ როგორ თუ ჩემზე არ იცოდა არაფერი. არ იცოდა ყველაფერი საკარგად იცოდა, მაგიტომაც მოვიდა პირდაპირ შენთან. გოგო, ჩემთან მოვიდა სამსახურში გამოვშტერში, მეთქი რა ხდება. მარიწეს ყველაფერი იცოდა. აქედა ბალეში გობს მარემ. გოგო, იცოდა როგორ არ იცოდა. ანერად არ უნდა იცოდეს გეხვეწები ელემენტარული. პირველი მე მივწერეო და რომ დასერჩავ ელემენტარული ჩვენ რაღაც ჩვენ ედიტებს აგდებს პირველს, ხო? ანერად არ უნდა იცოდე. არ მისმის ამ კაცებს რა უნდა ვაფშე საერთოდ ლამაზი გოგო ხარ, ჭკვიანი ხარ, რა ვიცი არაფერი არ აკლია. მე არა, ღმერთო მადლობა რომ მაგ ბიჭის ნამდვილი სახე დავინახე. ღმერთო, აი მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ მე რომ ამდენი ხანი ესეთი კაი ბიჭი მეგონა, ესე გვერდით ვედექი და ასე შემდეგ. ღმერთს მადლობა რომ მაგის რეალური სახე დავინახე და აი ღმერთს კიდე მადლობა რომ ეხლა კიდე უფრო მეტად მანახებს დღითიდღე მის რეალურ სახეს, თუნდაც ამ გოგოებით და ასე შემდეგ. ანუ ეგეთ ადამიანს ჩემს გვერდით არაფერი არ ესაქმება საერთოდ და ჩემი თავი მეზიზღება რომ საერთოდ მე მაგ ადამიანთან ვიყავი მაგის გამო. უბრალოდ ანუ არ არის ლამაზი საქციელი და ტეხავს რა, როცა ანუ ჩემი დამსახურებით იგებ პროექტს, თორე ისე არაფრის ტრაკი არ გაქვს, ხო? და ჩემი love story-თ ქაჩალა, ასე ვთქვათ, პროექტში და იგებ და მე ესე ლაპარაკობ ჩემზე, რომ ვითომ პროექტმა დაგეგმა ეს ურთიერთობა და არაფერი ჩემთან არ გქონია, ანუ ძალიან სირცხვილია და მეტი არაფერი. აი მე რა სისულელია, მე კი კარგად მახსოვს რა დეპრესია მქონდა შენ მაგის გამო და ის გამო. აჰა. ყველაფრის გამო ხო? ხო. კახო უშოს. უბრალოდ ანუ ადამიანებმა მეტად უნდა ვისწავლოთ ადამიანების დაფასება ჩემი აზრით. როცა ანუ ჩემი დამსახურებით მოიგე პროექტი და ის არაფრის ტრაკი არ გაქვს და ჩემი დამსახურებით ბევრს მიაღწიე, ხო? ვიღაცა სტრიპტიზიო ნაშასთან და ბოსთან ჩემზე არ უნდა ილაპარაკო, რომ ეგ გოგო ჩემთვის არავინ არ იყო და უბრალოდ პროექტმა დაგეგმა და არაფერი მე მაგ გოგოსთან არ მქონია. როცა სამ ქვეყანაში ერთად ვიყავით, როცა ამდენი რამ ერთად გამოვიარეთ და თურმე ჩემთან არაფერი არ ქონია და პროექტის იყო ყველაფერი, ანუ სირცხვილია და მეტი არაფერი. მაგრამ მადლობა რომ დავინახე მაგის რეალური სახე. მაგ გოგოსი ერთი რაღაცაში ვარ მადლობელი, რომ ეს ყველაფერი მე მანახა და მითხრა. რას მიაღწია კაირა თავი გაიფარჭაკა პატარა ბიჭმა. თავი გაიფარჭაკა, ეხლა პროსტ არ მინდოდა ამის მოყოლა, იმიტომ რომ ვიცი ეხლა რა ჰეითიც წამოვა, მაგრამ ჰეითის ღირსი კი არა, მეტის ღირსია ეს რაები ულაპარაკია მაგ გოგოსთან პროსტ ჩემზე, ანუ როგორ ბედავს საერთოდ, ვინ გონი ვარ მაგას მე ძალიან მაინტერესებს. გავატარებ რაღაცებს თავისუფლად და არ ვიტყვი, ძალიან კარგადაც ვიტყვი. რასაც აკეთებს და რასაც ამბობს. კიდევ ვფიქრობ, რომ შეიძლება მაგ გოგომ მოატყუა ვაფშე ყველაფერი, სპეციალურად შორდებს აკდებდა. ფოტი მანახა და ფოტოები მანახა, არ მოტყვები არაფერი მაგ გოგოს. ეგ ის გოგო არის რუსკავიზეც ამბობდა. და ხალხი ვიზეც მიწერდა სტრიპტიზიორს ხდებაო. თურმე ვიღაცები აქ სიმართლეს წერენ, ვიღაცა ფეიკები მიწერდნენ რაღაცებს. მარი მართალი ხარ. მიგულიანი წერს რაღაცებს და მართავს ამბობს. არა გოგო. აი მაგიტო კაიო ცხოვრება ურთიერთობაში გარეშე. ნახე რა ბედნიერი ვარ. არანაირი პრობლემა არ მეჭერა. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ ჩემო ლამაზო. თავარია სწორ ადამიანთან იყო ურთიერთობაში. და ძალიან ბედნიერი იქნები. და არა კაცებთან და პატარა ბავშვებთან, როგორთანაც ვიყავი. ლამაზი გოგო, აი გოგო. ნორმალური რა ვიცი, ხარ მინდა რამე ისე თქვა ლაივში. მარი და დაწერე კომენტარებში შენ და მინასთან. მე არ მინდა მე ცუდად ხმარაკავს მარი კომენტარებში ვიღაცებს წერს, ჭურავენ. მარი წამოდი იმუშავე ჩემ მაგივრად მეზარება მეძინება. აუ, ხო, მეც არ მინდა წასვლა. ჩვენ დავიწყოთ მაგრამ იმუშაოს.
პროსტა არ მჯერა, მარი, არ მჯერა, რომ ეგეთი რამე შეიძლება რომ მოხდარიყოს. შადაირად ვიღავი საჭადაბაში ვიღავი რა მარი იყო კიდევ აი მოვიდა კიდევაც მე რომ ვერ ხვდებოდა ეს გოგო ისე მელაპარაკებოდა რა ხდებაო მარი კიდევ კაი მარი მაინც იყო კიდევ კაი ხო ანუ ხალხო ამას იმიზეზით არ უყვები ანუ მე ურთიერთობაში ვარ ძალიან ფეხებზე მკიდია არ მაინტერესებს საერთოდ არ მაინტერესებს საერთოდ რაც უნდა ის გავაკეთოს უბრალოდ ჩემზე ვიღაცა ფოზებთან პირს ნოიმპლანტებს მეტი არაფერი რა ფეხებზე არ მკიდია რაც უნდა ის გავუკეთებია საერთოდ არ მინდა ამ თემაზე საუბარი რა პროსტა ანუ შემოვდივარ კიდე სულ მაგაზე იწერება კომენტარები აი არო დაშორდით რა ჩემი აზრით ადრე ეგრე არ ვფიქრობდი მეთქი კაია რომ ურთიერთობაში ხარ ნიკოლოსთან ერთად და რაღაცა მაგრამ ეხლა ვფიქრობ ძალიან კაია რომ დაშორდით იმიტომ რომ არასწორი სიქციელია ეგ რა ყოფილა ეგ კიდევ კაი უშოს ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ანუ ეს რაღაცებს თუ იტყოდა ჩემზე, მართლა არ მეგონა რა. მეც მაგიტო ბევრი რომ შოქში ვარ. ცოტა ადამიანი არაფერი. რა გნახა უფრო კარგად მოგიყვები ყოველთვის ოპერაკი არ მინდა კიდე რაც მითხრა მაგ გოგო. ანუ მათ კიდე უფრო რაღაცები არის? პროსტა ხა 1000 ადამიანი მეყურებს 1000 კაც და არ მინდა ხალხ ლაპარაკი იწერენ მოაჭრელი ამ ლაივს და რაღაც. კიდე უარეს რაღაცები მითხრა. ხარი. მალე კენთორე დააგვიანებ სამსახურში. არ დავაგვიანებ, ნახევარზე უნდა გამოვიძახო ტაქსი. მორჩი უკვე მაკიაჟს, მე 2 წუთში მორჩი. ძალიან შეაური დღე არ მიჭამია წესი რაც საჭმელი. მეც შეაიცი, მაგრამ ეხლა გააკეთა რამე თამთა შევჭა. გამოგვიძახეთ ხინკლები. ეგ მაგლია ხა რო ხინკალი ჭამო ხინკში. რა, ჩვენ ჭამდით ხოლმე ადრე სანამ თქვენ მოხვიდოდით. ჩვენ ძველი სტაფი. გიძახებდით ხოლმე დავჭდებოდით ყველა ვაფშე თან ხალხი არ იყო მაშინ. ეს სხვანაირად იყო, პანკრე იყო და მეგობრულად იყო, ეხლა სხვანაირად. თან ჩვენ ძველი სტაფი ყველა ძალიან კარგად ვიყავით ერთმანეთს. ეს კაცობრიობა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწრე. ეს ტონალური მე მგონი ძალიან თეთრია, მარი. მადლობა, მოსა. ხო. აქ ჩანს ესე. ხო. მაგრამ მე მგონი თან გავირუჭე და აღარ არის ხო. დოლარემ შემოვიდა. მარი ვიღაცასთან ერთად ლაპარაკობს აქ. მარი ვისთან ლაპარაკობს? მე რა ვიცი, ვიღაცები წერს ჭორაობს. მარი რა ხდება? დილით წავიდეთ ზეგ. წავიდეთ. და აუზე ვაპირებდით წასვლა. ხო გითხარი წავიდეთ მეთქი და რა ტორნიკი ვარ. არასკენ წავიდეთ მე. მარე სოლარიუმში კი აუზე წავიდეთ ვაფშე ყველაზე კაი ამინას ვეუბნებოდი დღეს დილით ტაქსში რომ ვიყავით სახლებში რომ მივდიოდით მეთქი აუზე მინდა და ეს აუზი ჯობია ხო წავიდეთ. აუზი ჯობია ხო გავერთობით მაგრამ პარასკევს შენ ისვენებ და მე და მარი მუშაობთ და მოუკვდებით და გავსჯავს არა უშავს ეგ პარასკევი არის თქვენ ძლიერი გოგოები ხართ ერთი ბუდი არის დალია და ეგა
გადავლიოთ? არ მიყავს მოდერი არა. რაც მინდა მოდერი არ ვკითხულობ. არ გინდა. მე წავშალე ყველა მოდერი. არ მინდა, იმიტომ რომ ბლოკავენ ყველას. ბოლოს დედაჩემი დაბლოკეს. მე დედაჩემი დაბლოკეს. მაგიტო ჩავხსენი მოდერები რომ ყველას ბლოკავენ და 1200 კაცი მიყურებდა ხოლმე და 600 კაცი ჩამოვიდო და უცბად. ყოველი მეორეს დაბლოკა ხარ შეიძლება? არა სულელები მაგრამ კიდია რა, არ ვკითხულობ. დაწერონ რაც სულად არ კიდია. მარ ცოტა დავიბენი ჯერ თქვი რომ იმ გოგომ მითხრა რომ ნიკამ მითხრა ყველაფერიო და მე თქვი სკრინებიო. ხალხო რა ვერ გაიგეთ. ამ ნიკას ახალმა გოგომ თუ ვიღაცამ მომაკითხა სამსახურში. მომიყვა ყველაფერი. თუ ჩემზე რას ლაპარაკობდა ნიკა, როგორ იქცეოდა და ასე შემდეგ. ეგ არის და ეგ. და ანუ რატო გჯერაო აქ მიწერდნენ და ანუ ნახე მეთქი ჩემი თვალით ყველაფერი თქვა. მანახა თქვა გოგომ. რა ქონდათ ურთიერთობა მართლა? კინგში ქართველებს არ უშვებენ, ნორმალურებს უშვებენ. რას იცმებ მან? გოგო, მაგას ფიქრობ მე რა ჩავიცვა თქო და ხუთშაბათი არავინ არ იქნება, ფიქრობ ცოტა კომფორტულად ჩავიცვა. შავებს შავიცმებ და მე ელასტიკი ან რაღაცა. მე ძალიან შეუძლებლად მინდა ჩავიცვა, მაგლებიც არ მინდა მეზარებაც არ. ერთი სული მაგ მოვიდა სამსახურში, საჭმელი გამოვიძახო და ჭამო. მეტი არაფერი არ მინდა. მე ძილი მინდა. ამიტომ ბუტერბროდი გამიკეთე და მოვიდა. რა გამაკეთო? ბუტერბროდი გამიკეთე. ბუტერბროდი გინდა რამე მოვიტანო? საერთოდ. ხო. ეხლა მე მოვიტან ჩიპსებს. და შოკოლადს. შოკოლადს მამიც მოვიტან. რაც გავაკეთოთ სუფრა მოდი ბარში. სუფრა გოგო გაგიჟდისო. მართლა. პანიკარ. ხვალ მოიტანე ეგ მარიო, მარი წერს. მარი ხვალ რატო? მეტა. მარი. მარი მუშაობს, ხოხა. მუშაობს და მაგიტო ჩემზე არ ფიქრობს. ხედა მაგ თავზე ფიქრობ. ვიძინებ და ესენი ახლა იწყებენ ცხოვრებას. სხვათა შორის ჩემო სიყვარულო, ახლა არ ვიწყებ ცხოვრებას. დილის 9 საათზე მოვედი სახლში, 2 საათი დავიძინე და დილის 11-12-ის მერე მე მგვიძავს და ჩემ ცხოვრებას წინ მიგუძხვევ. ასე ვთქვა. საერთოდ არ მეძინა, ასე რომ დღეს ვცხოვრობ. შენ არ ინერვიულო მაგაზე? მოვიტანე ხოლა მინდა რა გინდა მითხარი და მოვიტან. ახლა დაწერს ესე ყველაფერი ბიგ მაგი. ობდარი, მისტრაკახი, ალე. მაქამი შემწარი. მარი მიდი ღირსია დავწერე ყველაფერი. ხო გითხრა რაც მინდა მოგიტანო. ვინც არ მოიტანოს, აი? ყველა წერს სად მუშაობს. კეთბო ახლა სადაც მუშაობ და ყვავილები გამოიგზავნეთ. 1-5 ჩემთვის, 5 მარისთვის. ბარდები, მაგრამ დიდი ბუკეტები. როგორ ეთქობა რომ სობეხი ვახო? თან. ყვავილები არა ისო წერე, ხედა? მათხოვრეთ. ვინ დაწერა? ეს რაღაცა მათხოვარ. ამინა მოგვა. მარი
წავედი. მე თუ მარე. მიდი. მიდი ეხა წუჩ ტაქსი უნდა გამოვიძახო. შენ შეიძლება. ნახმებია. მე ვარ გული მტკივა. რატო? შენ იცი რატო? გუშინდელის ამბების მერე ძალიან ცუდად ვარ. მე რა ვთქვა მე? მაგრამ მე არ ავშეშ შევრიგდი. და მე რა ჯანდაბაჭის არაუშავს. კაი, ვიყავ წაბაზე. ხოდაფეს. ხოდაფეს, აზიზა. პაკა. დღეს ვერაფერი ვერ წავისვი, ვერც კვანტუ ვერ წავისვი ნორმალურად. ვერც ლაინერი, ვერაფერი საერთოდ. ვერავის ვერ ჩავთვალ ხალხი გავდივარ მეც, უნდა ჩავიცვა და გავიდე. მარჯობია რომ არ მოყვე ჯერ რა ძალიან ჩახლართული ჩანს და მე რომ ხალხს ვერ უმტკიცებ რომ სიმართლეა. ჯერ ერთი ხალხისთვის დამტკიცება მე რაში მჭირდება ძალიან მაინტერესებს. ანუ ჩემი თვალით ვნახე მე, ჩემი თვალით ყველაფერი ვნახე, ყველაფერი გავიგე, მე ანუ თქვენთან სკრინები მოვიტანო და თქვენ დაგიმტკიცოთ და თქვენ ფოტოები განახოთ. ანუ მარტო ვერ ვხვდები, ანუ თქვენ რა უნდა დაგიმტკიცოთ, მე რასაც ვხვები არის სიმართლე, მე თქოს ხო არ მოვხვები, ხო? ამდენი ადამიანის თვალწინ. არ ვიცი რა შოქში ვარ. განახე ის გოგო, ანუ ახლა თქვენი აზრით მე ავდგები და 1000 კაცს განახებთ იმ გოგოს? ანუ არ შეიძლება. მაშინ ხალხთან არ უნდა მოყვე. ხალხთან შეიძლება რაღაც მოყვე, მაგრამ სკრინებს არ დაგიდებ და სკრინებს არ განახებთ. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ეს არის პირადი უკვე და მე რასაც ვხვები, საჭიროა რომ მოვყვე და მოდი დაკენდით ცოტა და ეს 7 მიწაზე. ქერა, უეჭ, ხო, ქერა. ხო, მე ფეხებზე მგიდია, ანუ პირიქით ღმერთო მადლობა. მართლა. ანუ თუ ყვები, მოყევი ბოლომდე, თორე რომ ჩვენ გვაინტერესებს. მე მოვყვები ბოლომდე და მეტი რა მოვყვე, ძალიან მაინტერესებს. ანუ მეტი რა გინდა რომ მოგიყვე. თულად პირად რაღაცებზე არ გადავალ ახლა რა თქმა უნდა, ხო რაც ჩემი პირადია და რაც მისი პირადია, მაგრამ რაც არის საჭირო რომ ხალხმა გაიგოს და არის ისეთი რამ რომ შეიძლება ხალხს მოუყვე, იმას ვყვები. ლორენცომ ჩამრთევ. ლორენცოს ვერ ჩავთვალ ხა ცოტა ხან უნდა გავიდე. არ მყავს და როგორ ჩავრთო? კეთი გიზუნაშვილმა უარი მითხრა. ტირებ. რა მოკლედ წავედი რა, ამ ხალხს თურმე არაფერი არ უნდა მოუყვე.